მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მოგიკითხოთ პირველ რიგში, დაგიბრუნდით პაუზის შემდეგ, მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა, დიდი ხანია პარტნიორულ ურთიერთობაზე არ გაგვიშლია და ვნახოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის, ხო, ჩაიფიქრეთ პარტნიორი, ვისაც გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან ერთად ბოლომდე და ვნახოთ თქვენი პარტნიორის ფიქრი, გრძნობა და როგორ განვითარდება, რა იქნება თქვენს ურთიერთობაში მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ორ ვარიანტით კონცენტრირდით. მე დავალაგებ არკანებს და ვნახოთ რას ფიქრობს, რას გრძნობს და როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა მომდევნო 1 თვის განმავლობაში. პირველი არკანი იქნება თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის. ვნახოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის, პირველი ვარიანტი. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში მეორე ვარიანტი, შემდეგ ვნახოთ მეორე არკანი, ესე იგი, რას ფიქრობს, ხო, ფიქრი, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე, თქვენზე რას ფიქრობს, ხო? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. შემდეგ ვნახოთ გრძნობა, მომდევნო არკანით, გრძნობა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პირის, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. და შემდეგ ვნახოთ ერთი არკანით, როგორ განვითარდება, რა იქნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში თქვენს ურთიერთობაში. შემოგარგება პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. თუ საჭირო გახდება, მე დავამატებ შემდეგ არკანებს. თქვენ აირჩიეთ ვარიანტი და ვნახოთ მაშინ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, გადავდებთ მეორე ვარიანტს გვერდით და ვნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის? ამოვიდა პენტაკლის პაჟი. ჩემო ძვირფასებო, პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია, მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა შეიძლება ახალი დაწყებულია, ხო? ანუ რაღაც ახალი განვითარების საწყის ეტაპზეა. შესაძლებელია გაქვთ მიმოწერა ერთმანეთში, ხო? შესაძლებელია რაღაც ახალი, როგორც ეს ურთიერთობა ახლად არის დაწყებული და რაღაც ინტერესი არის, რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაში არის ასევე იმის სურვილი, რომ რაღაც შეიქმნას, ხო, რაღაც განვითარდეს ეს ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ინტერესი რა კი არის, ამის სურვილიც არის, მაგრამ ჯერ ყველაფერი პენტაკლი არ დაგვავიწყდეს და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ურთიერთობა ამ მომენტისთვის საწყის ეტაპზეა და ვითარდება საკმაოდ ნელა და ფრთხილად მიდის, ხო? ანუ თითქოს არც ერთ მხარე ჯერჯერობით არ ჩქარობთ და ფრთხილად მიდის ეს ურთიერთობა რა, რეალურად კი შეიძლება გქონდეთ მიმოწერა რაღაც ფლირტის დონეზე, პოტენციალი გქონდეს ამ ურთიერთობას, თუმცა ჯერჯერობით ასე ვთქვათ, ერთმანეთის შეცნობის, ერთმანეთის გაცნობის პერიოდი გაქვთ, ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, ხო, ჯერჯერობით, როგორც მოსწავლე სწავლობს რაღაცას, ხო? ანუ პირველი ნაბიჯებია, ხო? ანუ კომუნიკაციაში ჯერჯერობით ანუ თქვენი ურთიერთობა რაღაც საწყის ეტაპზეა, აკლია მომწიფება. შეიძლება ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ აქ არის ფაქტია, რომ დასტის ძირზეც მაქვს, ნახეთ, თასის პაჟი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის მოწონება, არის სიმპათია, არის მიმოწერა, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთს რაღაც ინფორმაციის მოძიება და რაღაც შანსი იმის, რომ რაღაც გაამოვა ამ ურთიერთობიდან, აი ამის ინტერესი არის ყოველ შემთხვევისთვის, ან ორივე მხრიდან, ან ერთ-ერთი მხრიდან მაინც ყოველ შემთხვევისთვის არის აქ რაღაც საწყისი. თუ ასე არ არის, მაშინ ეს თქვენი ვარიანტი არ არის და ვნახოთ შემოკარგებო ფიქრი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების და აქ ამოვიდა 9-იანი თასი, შემოკარგებო. ფიქრი ეს თქვენს ურთიერთობაზე, თქვენზე ფიქრია, ხო? ანუ რა შემიძლია გითხრათ? ადამიანი, პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, კმაყოფილია იმით, რაც აქვს, ხო? ანუ თითქოს, მაგრამ ეს ცოტა ესეთი არკანია, ეგოისტური, ხო? პიროვნება უფრო თავის საკუთარ კმაყოფილებაზეა კონცენტრირებული. კი ბატონო,
ბატონო მას მოსწონს თქვენთან ურთიერთობა აქვს ანუ რაც გაქვთ ურთიერთობაში როგორი რაც ხდება ხო ანუ ემოციურ დონეზე კომფორტულად გრძნობს თავს მაგრამ გარკვეულწილად ეს არკანი გვაჩვენებს იმას რომ პიროვნება თვითკმაყოფილებაზე უფროა კონცენტრირებული ვიდრე და საკუთარ სურვილებს უფრო წინ აყენებს ვიდრე საერთო პერსპექტივას და საერთო ასე ვთქვათ ინტერესს აი აქ ეს მომენტია ანუ პიროვნებას კი ბატონო მოსწონს თქვენთან კომუნიკაცია კმაყოფილია იმით რაც აქვს მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავზეა პიროვნება კონცენტრირებული აქვს ვიდრე საერთო პერსპექტივაზე და საერთო სურვილებს ერთი სიტყვით ნახოთ გრძნობაში რა ხდება ამ პიროვნების და ხუთიანი კვერთხი შემგარგება ხუთიანი კვერთხი როგორი მომენტია იცით თითქოს გრძნობაში ხუთიანი კვერთხი ეს არ არის ისეთი არკანი რომ აი შვიდად იყოს პიროვნება თითქოს საკუთარ თავს ებრძვის ცდილობს საკუთარ თავს ანუ შიდა დაპირისპირება ხდება აქ არ არის ჰარმონიული პიროვნება ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული თავის გრძნობებში ხო თითქოს არის რაღაც წინააღმდეგობა შესაძლებელია არის გრძნობაში ის მომენტი რომ რაღაც არის ხელის შემშლელი ფაქტორი და შეიძლება ან კონკურენცია იყოს ხო ან პიროვნება ფიქრობდეს რომ საკუთარ თავს ებრძვის ერთი სიტყვით ჯერ არ არის ჩამოყალიბებული გრძნობაში შეიძლება იზიდავდეს აი ეს პიროვნებას ის სიტუაცია და ის მდგომარეობა რაც არის თქვენ შორის მაგრამ აი დაძაბულია ხო ანუ ეს არკანი მიუთითებს იმას რომ ურთიერთობაში არის მაინც რაღაც დაძაბულობა არასტაბილურობა და შიდა ბრძოლა ჯერ პიროვნება არ არის გარკვეული მე ასე ვფიქრობ თქვენს იმაში რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ასედაც იმიტომ რომ თუ ურთიერთობას გავითვალისწინებთ იმას რომ ჯერ საწყისია ჯერ რა თქმა უნდა გრძნობაც არ იქნება ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული ხო და თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პიროვნება უფრო საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და საკუთარ სურვილებზე ჯერჯერობით პიროვნება არ არის გარკვეული აქ გრძნობებში ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა უახლოეს ერთ თვეში და აქ ამოვიდა ხმლის რაინდი ნუ მომდევნო თვეში თვის განმავლობაში მოსალოდნელია თქვენ შორის რაღაც ურთიერთობის მკვეთრი ასე ვთქვათ ან სწრაფი განვითარება ერთი სიტყვით შესაძლებელია ასევე ერთმანეთს რაღაც დაპირისპირებაც კი და დაპირისპირებაც კი მოგივიდეთ და ანუ გარკვევა იმის რომ აი რა ხდება თქვენ შორის ხო ურთიერთობა შედის ისეთ ფაზაში და ისეთ მდგომარეობაში რომ აქ აუცილებლად გექნებათ ერთმანეთში ხმამაღლა ერთი სიტყვით იმის გარკვევა რა ხდება თქვენ შორის ხო ანუ რა განვითარება ექნება შეიძლება ერთი სიტყვით ორივე მხარემ მოისურვოთ იმის გარკვევა რომ აი დააქვათ სახელი თქვენს ურთიერთობას როგორ წავიდეს რა იქნება როგორ იქნება ერთი სიტყვით რაღაც სწრაფი დინამიკა შეიმჩნევა განვითარების თუმცა ეს იქნება საკმაოდ შეიძლება მკაცრი და ცოტა ისეთი უხეში ასე ვთქვათ კომუნიკაცია ერთი სიტყვით პირდაპირ როდესაც ერთმანეთს თქვენ სათქმელს ეუბნებით აი ესეთი რაღაც განვითარება შეიძლება გქონდეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ნუ ასეთი იყო პირველი ვარიანტი ასეთი იყო მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამ მომენტისთვის და ნუ 10-იანი კვერთხი ამოვიდა ჩემო ძვირფასებო 10-იანი კვერთხი ეს მინდა გითხრათ რომ ურთიერთობა ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას რომ ან ორივე მხარისთვის ან ერთ-ერთი მხარისთვის რაღაც ტვირთად აღიქმება ხო როდესაც პასუხისმგებლობას გრძნობთ ერთმანეთის მიმართ მაგრამ ცოტა გიჭირთ ხო ანუ გიჭირთ რაღაცნაირად ამ ურთიერთობის შეიძლება დაიღალეთ ერთმანეთისგან შეიძლება რაღაც იმდენად დატვირთული ხართ რომ ერთმანეთის მოსასმენად არც კი გცალიათ ხო ანუ ემოციური წნეხი აქ ურთიერთობაში შესაძლებელია ერთ-ერთი მხარე უფრო მეტს იღებს საკუთარ თავზე ვიდრე ან უნდა ან ვიდრე შეუძლია ხო ანუ ერთ-ერთი მხარე უფრო მეტად პასუხისმგებლობით ეკიდება იმ ურთიერთობას რაც გაქვთ და ცდილობთ მიუხედავად აი ამ ტვირთისა და აი ამ სირთულისა მაინც შეინარჩუნოთ ხო მაინც არ დანებდეთ ნუ ცოტა ძნელი 10-იანი კვერთხით იმის თქმა რომ ურთიერთობა არის
ჰარმონიული ხო შესაძლებელია დიდხნიანი ურთიერთობა შეიძლება უკვე ორივე გაქვთ თქვენი რაღაც პრობლემები თქვენი რაღაც მოვალეობები და აი ერთი სიტყვით წნეხს განიცდით აი ამ რაღაც დაძაბულობა და თქვენს ურთიერთობაში და გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ შესაძლებელია ერთ-ერთი მხარე უფრო მეტად პასუხისმგებლობით ეკიდება და მეტ ტვირთს იღებს საკუთარ თავზე იმის გამო რომ რაღაც ურთიერთობა შეინარჩუნოს შემოკარგებო ნახოთ ფიქრში რა ხდება აი ნახეთ ორიანი უკაცრავად ორიანი დავინახე თასის ტუზი აქ რა ხდება იცით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას პარტნიორს ნუ არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ ეს თქვენი მეუღლეა თუ პარტნიორი ნუ რა მნიშვნელობა აქვს ერთი სიტყვით რაღაც სიახლის აქვს სურვილი რომ განახლდეს ურთიერთობა რაღაც სიახლე შევიდეს რაღაც რომანტიკული ელფერი მიეცეს რაღაც ახალი ანუ იმდენად არის თქვენს ურთიერთობაში რაღაცნაირად შეიძლება ეს პასუხისმგებლობები და იმდენად რაღაც პრობლემებით ხართ დატვირთული რომ ერთმანეთს ასე ვთქვათ ერთმანეთთან სასაუბროდ ვეღარც იცლით და ეს ყველაფერი ურთიერთობაზე რა თქმა უნდა მძიმე დაისახება და თქვენი მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას სურს რომ უფრო რომანტიკული უფრო სუბუქი რაღაც ახალი ურთიერთობაში რაღაც ახალი ფაზა დაიწყოს განახლდეს აი ეს ფიქრები აქვს და ეს სურვილები აქვს ერთი სიტყვით რაღაც მიუხედავად იმისა რომ რაღაც დაღლილობას გრძნობთ ხო ერთმანეთისგან ან რაღაც პრობლემებისგან გულში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მაინც აქვს იმის რწმენა და იმედი რომ რაღაც ახალი შეიძლება სიყვარული ისევ დაიბადოს ახლიდან ხო რაღაც ახალი გრძნობა გაჩნდეს ერთი სიტყვით ნახოთ გრძნობა ნახოთ ჩაფიქრებული პიროვნების და 8-იანი პენტაკლი ამოვიდა ნუ გრძნობაში 8-იანი პენტაკლი ეს ჩემი ძვირფასებო აქ არის რა თქმა უნდა სიყვარული აქ როგორი მომენტია იცით შეიძლება პიროვნებას იმდენად არის აი შეიძლება ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული რომ პიროვნება მატერიალური კეთილდღეობისთვის ფიქრში იმდენად არის ჩაფლული რომ მთლიანად არც კი აი გრძნობისთვის თითქოს ადგილი არც რჩება ხო მაგრამ მიუხედავად ამისა პიროვნება მზად არის იმუშაოს ურთიერთობაზე რაღაც გამოასწოროს ხო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყოველდღიურობაში უფრო მეტი საზრუნავი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების არის სამუშაო ან დაკავებული პიროვნება და საზრუნავი აქვს ის რომ ვთქვათ ფინანსური მხარე მოაგვაროს ხო შესაძლებელია აი ამაზე უფრო მეტად ფიქრობს ვიდრე იმაზე რომ რაღაც გასიამოვნოთ ან რაღაც ხო მიუხედავად ამისა პიროვნება მაინც ურთიერთობას საკუთრებას ვკითხულობთ და 8-იანი პენტაკლი აქ არის იმის ნიშანი რომ ადამიანი მზად არის იმუშაოს ურთიერთობაზე ხო ანუ რაღაც სტაბილურობისკენ წაიყვანოს ეს ურთიერთობა მე დავაზუსტებ ერთი არკანით აქ რაზეა საუბარი ну აი 7-იანი პენტაკლი ამობრუნდა ნახოთ აქ რაზეა საუბარი გრძნობა გვაინტერესებს გვაჩვენა შემიგრძნობა ვინც მეორე ვარიანტი არჩია იმ პიროვნების ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტმა ну კვერთხის მეფე ამოვიდა შემოძვირფასებო კვერთხის მეფე 9-იანი კვერთხი დასტის ძირზე არის რაღაც არჩევანია აქ ჩემ კარგებო იცით როგორი მომენტია შესაძლებელია ნამდვილად ხა კვერთხის მეფე პიროვნება არის რაღაც დაკავებული თავისი სამუშაოთი შესაძლებელია თქვენ შორის იმის გამო რომ პიროვნება შეიძლება ვერც იცლიდეს ხო თქვენთვის ამის გამო რაღაც კონფლიქტური სიტუაციებიც გქონდეთ შესაძლებელია საყვედურებიც იყოს ერთმანეთის მიმართ გაშღერებული რომ ჩემთვის არ გცალია სულ სამუშაოზე ხარ კონცენტრირებული ან ფინანსური რაღაც საკითხებით ხარ დაკავებული ან ფინანსურად ცდილობს ეს პიროვნება რომ რაღაც სტაბილურობა შეინარჩუნოს და ამის გამო გაქვთ ერთმანეთში დაძაბულობა და აუსიამოვნება პიროვნება ცდილობს ყოველ შემთხვევაში რაღაც სწორი გადაწყვეტილების მიღებას სწორი არჩევანის მიღებას იმიტომ რომ დასტის ძირზე ნახეთ ეხლა მქონდა შეყვარებულების არკანი და 2-იანი კვერთხი ახლა ამოვიდა იმპერატორი ну ყოველ შემთხვევაში იცით რა არის არ არის გამორიცხული რაღაც ზოგიერთისთვის პიროვნება იყოს ნამდვილად ისეთი თქვენს ვინც ჩაიფიქრეთ დაკავებული რომ აი ურთიერთობისთვის ნაკლებად სალია ხო და აი ამის გამო თქვენს გადაღლილია ამდენი მუშაობით და სათანადო ყურადღებას ვერ გითმობთ ხო ვერ გითმობთ და შესაძლებელია ამის გამო რაღაც კონფლიქტური სიტუაციებიც კი გქონდეთ ანუ შესაძლებელია წარსულში გქონდათ რაღაც მსგავსი
პრობლემები და მაგრამ მიუხედავად ამისა ცდილობს რაღაცნაირად რომ პიროვნება მიმუშაოს ამ ურთიერთობაზე. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება უახლოესი ერთი თვე თქვენი ურთიერთობა. აქ 6-იანი ხმალი ამოვიდა მომდევნო თვეში. ჩემს უძვირფასებო აქ მე ვფიქრობ რომ დავაზუსტებ ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ხდება რაღაც ურთიერთობაში დისტანციის აღება, დისტანცირება ურთიერთობაში პარტნიორებს შორის. 6-იანი ხმალი მე მაჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია მოხდეს ურთიერთობაში დისტანცირება და დაშორება ერთმანეთთან, ანუ ემოციური თვალსაზრისით, ხო? ნახოთ, დავაზუსტებ მე აქ რაზე მიმანიშნებს და განდეგილი ამოვიდა. დავაზუსტე 6-იანი ხმალი. აქ ჩემს უძვირფასებო ნამდვილად ხდება აქ პარტნიორებს შორის დისტანცირება, მით უმეტეს განდეგილიც ამოვიდა და პიროვნება ცდილობს რომ რაღაც გააცნობიეროს, ხო, რაღაც არჩევანი გააკეთოს, დარჩეს პიროვნება საკუთარ თავთან მარტო სიმშვიდეში და ასე ვთქვათ სწორი მიმართულება მოძებნოს, ანუ როგორ წარმართოს ეს ურთიერთობა. ერთი სიტყვით აქ ურთიერთობაში რაღაც დისტანცირება ხდება პარტნიორებს შორის და იმ გზის ძიება, რომ რაღაც სწორი არჩევანი, სწორი მიმართულება იპოვოს ურთიერთობაში ერთი სიტყვით პარტნიორებმა. ანუ ესე იგი საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, აქ ურთიერთობა შეიძლება უკვე დიდხნიანიც არის და რაღაც გადაღლა აქ ურთიერთობაში პარტნიორებს შორის, ანუ და აი ეს რაღაც პასუხისმგებლობები აკისრათ და ერთმანეთისთვის რაღაც ნაკლები დრო რჩებათ. ასეთი იყო ჩემკარგებო დღევანდელი გაშლა. მე მადლობას მოგახსენებ. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარები. თქვენი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რომელი ვარიანტი რეზონირდა, დამიწერეთ კომენტარებში. პირველი რეზონირდა თქვენთან თუ მეორე ვარიანტი. მადლობა და ნახვამდის.